მოსკოვი ჯოჯოხეთად იქცა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს შენობა გახმაურებული საქმის ცენტრში აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქი დრონების ნამსხვრევებისა და საგანგებო ოპერაციების ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 4 ივნისს ეს პუტინისთვის ცუდი ნიშანია. ომი, რომლის შენარჩუნებასაც კრემლი ძალაუფლების ცენტრებისგან შორს პირდებოდა, ახლა რუსეთის სახელმწიფო მანქანის კარზე აკაკუნებს, მაშინ როცა უკრაინული თავდასხმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს, საზღვაო ბაზებსა და ლოგისტიკურ წერტილებს აზიანებს, რომლებიც ომს ამაგრებს. მოსკოვში შენობის შემთხვევა დადასტურებულ აფეთქებად არ განიხილება, არამედ როგორც რეალური მუქარა, რომელსაც რუსეთის სასამართლო განიხილავს, გამოცხადებულია დაპატიმრება და მიმდინარეობს გამოძიება, საიდუმლოდ. და სწორედ აქ იწყება პოლიტიკური ჯოჯოხეთი, რადგან რუსეთი ცდილობს ძალა აჩვენოს, ამავე დროს ზღუდავს საწვავს, ამოქმედებს საგანგებო სამსახურებს, აპატიმრებს ეჭვმიტანილებს და ხედავს როგორ შეაქვს უკრაინას შიში რუსეთის ტერიტორიაზე. რას მალავს მოსკოვი, რატომ ჩავარდა დაცვა? როგორ აპირებს პუტინი ამ ზეწოლის შეკავებას? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ვიტალი ვლადიმიროვიჩი პატიმრობა შეუფარდა 2026 წლის 29 ივლისამდე. მას ბრალად ედება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ დასამზადებლად ემზადებოდა, რათა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შენობა დაეზიანებინა. ხელისუფლებამ საქმის ყველა დეტალი არ გაამჟღავნა, მაგრამ უკვე გავრცელებული ინფორმაცია პრობლემის მასშტაბს აჩვენებს. რუსეთის სახელმწიფო ადმინისტრაციულ გულთან დაკავშირებული შენობა თავდასხმის გეგმის სამიზნე გახდა თავად დედაქალაქში. მთავრობა ცდილობს ნარატივის კონტროლს დუმილით, იურიდიული ენით და მწირი მონაცემებით, მაგრამ დარჩენილი სურათი მძიმეა. მოსკოვი მხოლოდ საშინფრინავ დრონებს არ ებრძვის. მოსკოვი შიშს ებრძვის. ქალაქის შიგნით, უსაფრთხოების სისტემაში, სასამართლოებში და იმ ორგანოებში, რომლებიც კონტროლის განცდას უნდა ქმნიდნენ. ეს ეპიზოდი სწორედ იმ დროს ხდება, როცა რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კვლავ გამოაცხადა დედაქალაქისკენ მიმავალი დრონების ჩამოგდების შესახებ. მერმა სერგეი სობიანინმა 3 ივნისს განაცხადა, რომ უპილოტო აპარატები მაშინ გაანადგურეს, როცა ისინი მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ ნამსხვრევების ვარდნის ადგილებზე. ოფიციალური ვერსია ცდილობს ყველაფერი საჰაერო თავდაცვის წარმატებად წარმოაჩინოს, მაგრამ არსებობს ერთი შემაწუხებელი კითხვა. თუ დრონები ასე ახლოს მიდიან დედაქალაქთან, რუსეთმა უკვე დაკარგა ფსიქოლოგიური ფარი, რომელსაც საკუთარ ხალხს ყიდდა. პანიკის გამოწვევისთვის კრემლში კრატერი საჭირო არ არის. საკმარისია მოქალაქემ სირენის ხმა გაიგოს, ქუჩაში საგანგებო სამსახური დაინახოს, ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაქრობა იგეგრძნოს და მიხვდეს, რომ ომი მხოლოდ ტელევიზორში ავარ არის. უკრაინამ ეს ზეწოლა გააძლიერა რუსეთის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე შორ მანძილზე განხორციელებული თავდასხმებით. სანქტ-პეტერბურგში დრონებმა დაარტყეს ქალაქის ნავთობის ტერმინალს, კრონშტადტის საზღვაო ბაზას და სხვა ობიექტებს, რომლებიც სამხედრო მანქანასთან არის დაკავშირებული. სწორედ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნისას, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ვიტრინად იყენებს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი კვლავ ძლიერია სანქციების მიუხედავად. სატელიტურმა სურათებმა აჩვენა კვამლით ტერმინალზე. ეს არის მნიშვნელოვანი ობიექტი რომსული საწვავის ბალტიის ზღვით ექსპორტისთვის. ვის? კიევმა ასევე განაცხადა, რომ დააზიანა კორვეტი ბოიკი მშრალ დოკში, მაშინ როცა რუსეთი ცდილობდა მიეღო ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და უცხოელი სტუმრები, ისე თითქოს არაფერი ხდებოდა. ეს სცენა იყო მარტივი გზავნილი. ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს წითელი ხალიჩა, მაგრამ რუსული ტერიტორია უკვე აღარ ჩანს ხელშეუხებლად. დარტყმა მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში არ დარჩენილა. ამამდე უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ვოლგის სანაპიროზე, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია როგორც უკრაინის, ასევე ადგილობრივი რუსული ხელისუფლების ინფორმაციით. კიევმა ასევე დაადასტურა შეტევები ლაზარევოს სატუმბო სადგურზე, კიროვის რეგიონში, რომელიც გამოიყენება სიბირიდან ნავთობის ნაკადისათვის. და საწვავის საცავზე მატვეევ კურგანში, როსტოვის რეგიონში. რუსეთმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო 216 დრონი ერთ ღამეში, მაგრამ თავად ხანძრებისა და შეზღუდვების სერია აჩვენებს, რომ თავდაცვა ვერ ახერხებს ყველა დარტყმის აღკვეთას. პუტინისთვის პრობლემა მხოლოდ სამხედრო არის. ეს ლოგისტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიურია. საწვავის კრიზისი ამ გამოფიტვის ხილულ ნიშნად იქცა. ოკუპირებულ ყირიმში ხელისუფლებამ ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დააწესა და პრიორიტეტი მუნიციპალურ და სოციალურ ტრანსპორტს მიანიჭა.
ჩვეულებრივი მძღოლები შეზღუდვებს და ზოგ შემთხვევაში რაციონის ბარათებსაც კი წააწყდნენ. მოსკოვის და რუსეთის ჩრდილოეთის რეგიონებში ბენზინგასამართ სადგურებმაც დაიწყეს თითოეულ მომხმარებელზე შეძენის ლიმიტის დაწესება. რუსეთის მთავრობამ ასევე 5 თვით აკრძალა საავიაციო საწვავის ექსპორტი, რათა შიდა ბაზარი დაეცვა. ამ ტიპის ზომები არ შეესაბამება კომფორტული ზესახელმწიფოს პროპაგანდას. ეს უფრო შეესაბამება წნეხის ქვეშ მყოფ მანქანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, მილსადენებში, საწყობებსა და მიწის ნაკვეთებზე. უკრაინის სტრატეგია უფრო ნათელი გახდა. შიგნიდან დაასუსტოს რუსეთის სამხედრო ძალა, დაარტყას ენერგეტიკას, ლოგისტიკასა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ამარაგებენ როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე სამხედრო ოპერაციას. მოსკოვის, რიაზანის, ნიჟნი-ნოვგოროდის, იაროსლავლისა და კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე სხვა რეგიონების საწარმოები დაზიანდა ან მათში შემცირდა წარმოება თავდასხმების შემდეგ. ბაზრის მონაცემები, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ციტირებს, მიუთითებს, რომ რუსეთის ცენტრალური ნაწილის თითქმის ყველა დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა ან მათში შემცირდა წარმოება თავდასხმების შემდეგ. ამ საწარმოებში წარმოებული ბენზინის დაახლოებით 30% და დიზელის 25% ეს ზეწოლაა, რომელიც იგრძნობა როგორც ჯიბეზე, ასევე ტრანსპორტსა და მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვლადიმირ პუტინი ცდილობს უპასუხოს წინააღმდეგობის გაწევით და ავიაციის საწვავის ექსპორტი აკრძალა, მაგრამ სხვადასხვა ოჯახების საჭირების საჭიროებების გამო ხშირად უწევს ამ აკრძალვის დარღვევა, რაც გარკვეულ რისკებს და მოთხოვნებს იწვევს. საგანგებო სამსახურები მუშაობენ ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, როცა სასამართლო აკავებს კაცს, რომელსაც ბრალადედება სამინისტროს წინააღმდეგ აფეთქების მომზადება. როდესაც ბენზინგასამართი სადგურები საწვავს ზღუდავენ და როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური ვიტრინა ხდება თავდასხმის კვამში, რუსეთის შიგნით გზავნილი იცვლება. რუსი მოქალაქე იწყებს იმის დანახვას, რომ ომს პირდაპირი ფასი აქვს. ეს არის რიგი გაფრთხილება ბენზინგასამართ სადგურზე, დრონი ცაში, სამთავრობო შენობა სამიზნეში და ხელისუფლება, რომელიც ცდილობს დაამშვიდოს ერი, რომელიც გრძნობს ალყის გამკაცრებას. სხვა პრობლემა იზრდება სამხედრო სფეროს მიღმა. რუსეთიც კარდავს გავლენას ეკონომიკურ მარშრუტებზე. ჩინეთი და ყაზახეთი აჩქარებენ ეგრეთ წოდებული შუა დერეფანს, მარშრუტს, რომელიც გადის ცენტრალურ აზიაში, კასპიის ზღვაზე, კავკასიასა და თურქეთში, რაც საშუალებას აძლევს ტვირთებს ევროპისკენ რუსულ ტერიტორიაზე დამოკიდებულების გარეშე გადაადგილდნენ. ყაზახეთი მილიარდიან ინვესტიციებს გეგმავს რკინიგზებში, პორტებსა და ტერმინალებში. მომდევნო წლებში კი სიმძლავრის გაზრდას აპრაპირებს. მოსკოვისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ ფულს, ნაკლებ კონტროლს და ნაკლებ ძალაუფლებას აზიასა და ევროპას შორის ტრანზიტზე. ვლადიმირ პუტინმა მიიღო ღიმილები და დიპლომატიური სიტყვები, მაგრამ კულისებში პარტნიორები ეძებენ გზებს, რათა თავი აარიდონ რუსეთის არასტაბილურობას. რუსეთის პასუხი უკრაინის მიმართ კვლავ მძიმეა. კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე მიმდინარეობს რაკეტებითა და დრონებით შეტევები. მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქვს სამხედრო ძალა და შეუძლია უკრაინელებისთვის ფასის გაზრდა, თუმცა ახლა პოლიტიკური განსხვავება აშკარაა. რუსეთის ყოველი თავდასხმა უკრაინაზე აძლევს შესაძლებლობას უკრაინას განახორციელოს ახალი ოპერაციები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ბაზებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე რუსეთის ტერიტორიაზე. კიევი მხოლოდ გადარჩენას არ ცდილობს. კიევი ცდილობს დაანახოს ჩვეულებრივ რუსს, რომ ოკუპაცია რუსეთშიც ფასს ითხოვს. ეს არის გარდატეხა, რომელიც პუტინს აწუხებს. შემდეგი ეტაპი ალბათ მოიტანს მეტ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის გარშემო, მეტ კონტროლს საწვავზე, მეტ შიდა მეთვალყურეობას და მეტ პროპაგანდას, რათა ამ თავდასხმების ფსიქოლოგიური ეფექტი შეამცირონ. პუტინი ალბათ შეეცდება თითოეული ჩამოგდებული დრონი გამარჯვებად გაყიდოს, თითოეული დაპატიმრება ეფექტიანობის მტკიცებულებად წარმოაჩინოს და თითოეული შეზღუდვა დროებით ზომად წარმოადგინოს. მაგრამ მოვლენების თანმიმდევრობა სხვა რამეს აჩვენებს. რუსეთი ენერგიას ხარჯავს ხანძრების ჩასაქრობად, მომარაგების შესანარჩუნებლად, საჯარო შენობების დასაცავად და ხალხის დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. მოსკოვი მხოლოდ სამხედრო სამიზნე აღარ არის. მოსკოვი გახდა ვიტრინა იმ დიდი პრობლემებისა, რომლებიც კრემლმა დამალვას ცდილობდა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონიანოს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, გლობალი.